პატიმრობაში მყოფი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ციხეში მასზე ფიზიკურად იძალადეს. ბაჩიაშვილი ამის შესახებ გავრცელებულ წერილში წერს და თავდასხმის დეტალებს ყვება. მისი თქმით, 8 ივლისის ნომერ მერვე დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ბიძინა ივანიშვილისთვის საბანკო ანგარიშებისა და კრიპტოვალუტების ბრუნვების გახსნა ურჩია. უარიდან 3 დღეში კი საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა. ბაჩიაშვილის თქმით, მომხდარი სამსახველი კადრები უნდა არსებობდეს, რადგან მის საკანში 2 კამერაა განთავსებული. 2025 წლის 8 ივლისის 21 საათზე დამიბარა ნომერ მერვე დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა. აინტერესებდა, როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში, როცა ჩემი და ასევე ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყდეული ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე. გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში, რომ პირობები დააყენო. ხომ იცი, ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, გიჟიც და ნაკლებად გიჟიც. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს. 11 ივლისის საღამოს 7 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი, სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა. ვიდეო მეთვალყურის ქვეშ საკანში განთავსებულია 2 ვიდეო კამერა. ვიცი, რომ ვიდეო თვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება. მაღალი სპორტული აღნაგობის, ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი. ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო. შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ აქ კითხვებს მხოლოდ ისვამდა. მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა. მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული. აღნიშნულის შემდეგ მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. თხოვე შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა. მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მე-5 E ბლოკის დღის უფროსმა არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი. თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რაზეც ჩემდა გასაკვირად მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, უცნობმა პირმა, რომელიც შემდგომში მისი თანამესაკნე აღმოჩნდა, მას ჭიქა გადაამტრია და თავი კედელზე რამდენჯერმე მიარტყმევინა. მას შემდეგ კი რაც საკანში სისხლის გუბე დადგა, ციხის თანამშრომელი ადგილზე მეორედ მივიდა და თავდამსხმელი ოთახიდან გაიყვანა. მიღებული დაზიანებების გამო ბაჩიაშვილი 11 ივლისს კლინიკა ვივამედში იმყოფებოდა. შემდეგ ისევ გაგრძელდა ჩხუბი, საკანში და შუშის ჩაისჭიქა. მე არ მეკუთვნოდა საკანში დამხვდა ეს ჭიქა სავარაუდოდ სხვა პატიმრის, რომელიც აიღო და თავზე გადამაფშნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავედი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელის და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება. მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში. რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ არჩილმა შემოაღო კარი და ამ პირს სთხოვა გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებით სისხლით იყო დასრული. ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან. ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდებული, სახელი და გვარი არ უთქვამს და მისი განკარგულებით შეუშვეს შესახლების მიზნი და არ იცოდა თუ იჩხუბებდა. თუმცა ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო. ქირურგმა დამიმუშავა ჭრილობები და იარები, რა დროსაც კიდევ ერთხელ დავკარგე გონება. ამეწია წნევა და თავს ცუდად ვგრძნობდი. ვითხოვდი ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დამარეკინეს. შემდეგ ვითხოვდი კლინიკა ვივამედში გადაყვანას, რადგან დამეწყო ძლიერი თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, სინათლეზე გაღიზიანება, ყურებში შუილი. მათ გამოიძახეს სასწრაფო და ვივამედში გადამიყვანეს დაახლოებით 21 საათზე. სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას, ასევე ვივამედშიც დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. ვივამედის ექიმმა, ვისი სახელიც არ ვიცი, ქერა, მოკლედ მით ქალი, დაახლოებით 60 წლის გამხდარი, მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამობრუნებდნენ ციხეში. ვივამედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ პატიმრობაში მყოფი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი 11 ივლისს კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა როგორც ჩხაიძე ამბობს, ბაჩიაშვილმა საავადმყოფო იმავე დღეს დატოვა. მისივე თქმით, პაციენტს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის თავის არეში. ბაჩიაშვილი გავრცელებულ წერილში წერს, რომ ვივამედში მას თავზე 3, მარჯვენა მაჯაზე კი 1 ნაკერი დაადეს. ვივამედში ჩამიტარდა კვლევები, თავის კატე, სისხლის ანალიზი, თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, მქონდა მრავლობითი კოპები. მარჯვენა მაჯაზე 1 ნაკერი, ნაკბენი მარცხენა ხელის მკლავზე დამიმუშავეს. ქვედა ტუჩი შიდა მხრიდან იყო გახეთქილი, თუმცა არ გამიკერეს. ასევე აღმენიშნებოდა მარჯვენა სახის არეში, თვალის და ლოყის არე საგრძნობლად დაშუპება. მარჯვენა ქვედა ყბის მე-6 კბილი კი მომტყდა. ასევე აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის არეში, ყუდუსუნის და ზურგის მიდამოებში. ჰქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ყურებში შუილი თავბრუსხვევა. მოვითხოვეს
სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მთელი ხმით ყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. საბადროგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩამსვეს საბადროგო მანქანაში, დამაბრუნეს მერვე დაწესებულებაში, სხვა საკანში. ეს ხდებოდა 3 საათზე. დაახლოებით 4-ის ნახევარზე ჩემთან მოვიდა 2 გამომძიებელი ქალი, რომლებმაც მთხოვეს სისხლიანი ტანსაცმლის გახდა და გატანება, ასევე ჩვენების მიცემა, თუმცა ადვოკატის გარეშე ჩვენებაზე უარი განვაცხადე. ისევ მოვითხოვე ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ. 12 ივლისს დილით უარი განვაცხადეს საუზმეზე და სადილზე, რადგან მქონდა ტვინის შერყევის თანმდევის სიმპტომები. მოვითხოვე ექიმი და სტაციონარში გადაყვანა. დაახლოებით 16 საათზე გადამიყვანეს ნომერ 18 დაწესებულებაში. კვლავ ვითხოვდი დარეკვას და მხოლოდ 18 საათის შემდეგ შევძელი სახალხო დამცველის აპარატში დარეკვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოვაცხადე. ჩემს საკანში ვიდეო თვალი იყო, ასევე დერეფანში და ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ როგორ შემოიყვანეს ჩემთან ის პიროვნება და შემდეგ სად წაიყვანეს. ჩემს ცემას უკავშირებ ჩემი ქონების, უკანონო იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეო მეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ყველაფერი მოუყევი დეტალურად. ვითხოვ სახალხო დამცველის აპარატისაგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას. ეს არის ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი. შესაბამისად, წარმოადგენენ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას. ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავწყდები და ვერ დამაშინებენ. თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. თუ უწყებას დაუჯერებთ, 11 ივლისს მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილსა და მასთან საკანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც ორივე მსჯავრდებულმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. პენიტენციური განცხადებაში არ წერს, გაავრცელებენ თუ არა მომხდარის ამსახვალ კადრებს. ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ მის საკანში კამერებია განთავსებული. განცხადებაში ასევე არაფერია ნათქვამი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელსა და მერვე დაწესებულების უფროს შორის სავარაუდო შეხვედრაზე. ღიარჩება კიდევ ერთი კითხვა: შევიდა თუ არა დაპირისპირების მომენტში საკანში ციხის თანამშრომელი, რომელსაც როგორც ბაჩიაშვილი ამტკიცებს, თანამესაკნემ უკან გაბრუნება უბრძანა და ისიც გავიდა. გბ განთავსებული იყო არა სამარტო, არამედ 4 ადგილიან საცხოვრებელ საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის მიმდინარე წლის 12 ივლისამდე. დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულ გბ-სა და მასთან საკანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი, რის შემდეგადაც ორივე მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გბ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა ვივამეთში. მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა. გაიწია სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით იმავე დღეს დაბრუნებული იქნა ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 12 ივლისს გბ გადაყვანილი იქნა ნომერ 18 ბრალდებულთა მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება მეორე მსჯავრდებულიც. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინციდენტის დაფიქსირების დღიდან 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მსჯავრდებულ გბ-ს ასევე შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ბაჩიაშვილზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც. ტექსტში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელს თავად მსჯავრდებულმა სთხოვა არ გაესაჯაროვებინა ინფორმაცია იქამდე, ვიდრე საზოგადოება მომხდარის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გაიგებდა. 12 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს ნომერ 18 პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავშირდა და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ შეხვდა და ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს ნომერ 18 პენიტენციური დაწესებულების საკანში, სადაც ის შესახლებული იყო, შევიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალა და მოგვიანებით დაწესებულების ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ ეს პიროვნება მსჯავრდებული იყო. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის აპარატისაგან ითხოვა არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი. სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს რელევანტური ვიდეო ჩანაწერების დაარქივების მიზნით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და ნომერ მერვე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს. თავად დაკავებულმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილის დავალებით ბანდიტურ გზას მიმართეს და საქართველოში მოტაცებით ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის 24 მაისს გაიტაცეს, თვალები აუხვეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და თვითმფრინავში ჩატენეს. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დაუსწრებლად. მას შემდეგ წარუდგინა, რაც მან ქვეყანა ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენის გამოტანამდე დატოვა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო ასევე მტკვარი ჰესის საქმეზე. 10 მარტს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებულ ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, 1 მაისს სასამართლომ ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ივანიშვილი მისი ინვესტორი არ ყოფილა და ქართულ ბანკიდან მიღებული თანხა სესხი იყო, რომელიც პროცენტებთან ერთად ბანკს მალევე დაუბრუნა.